ეს ჩვენი 21 დღიანი პროგრამის მე-13 დღე და დღეს ვისაუბრებთ საზრისებზე და ღირებულებებზე, როგორც ცვლილებების განსახორციელებლად, ძირითად წყაროებზე ენერგიისა, რომელიც გჭირდებათ იმისთვის, რომ იმოქმედოთ. ამ პროგრამის წინა ვიდეოები არის ასევე ჩემს გვერდზე ატვირთული, შეგიძლიათ დაიწყოთ პირველიდან და რიგრიგობით მოყვეთ და დაგვეციოთ. მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და აგერ უკვე 27 წელია ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაში. და დღეს, როგორც თქვით, ვსაუბრობთ საზრისებზე და ღირებულებებზე. დღეს გვაქვს ერთის მხრივ საკმაოდ მარტივი, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სიღრმისეული დავალება. ან სავარჯიშოდ ვნებავთ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ როდესაც მას ესმის რისთვის უნდა აკეთოს ესა თუ ის მოძრაობები, მოქმედებები, რაც უნდა დაატანოს საკუთარ თავს ძალა, თუ მისთვის გასაგებია საზრისი და ღირებულებები, მას ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია და შინაგანი რესურსები აღმოაჩნდება ხოლმე შინაგანად. და პირიქით, მიეცით ადამიანს ყველა რესურსი, ყველა შესაძლებლობა, როიტყვიან დაუღეჭეთ და პირს ჩაუდეთ, მაგრამ მოშალეთ მისი საზრისის განცდა, ისე რომ არ ესმოდეს საერთოდ რა საჭიროა რაიმე მოქმედების შესრულება და ის ცოტა ხანში გადაიქცევა აბსოლუტურად უმოქმედო არსებად, უენერგიო არსებად. ძალიან ხშირად ჩემი კლიენტები მიყვებიან იმის შესახებ, რომ არ აქვთ ენერგია იმისთვის, რომ რაღაცა გააკეთონ, რომ არაფერს არ აკეთებენ და მაინც დაღლილები არიან. რას ნიშნავს ეს, რომ საზრისები მოძველდა და ღირებულებითი სისტემა მოძველდა. და დღეს დაფიქსდით 2026 წელზე, მომავალ წელზე და საერთოდ ზოგადად თქვენს პერსპექტივაზე და ამოწერეთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, მეტი რაოდენობის მიზეზები, არგუმენტები, რატომ გსურთ, რომ უკეთეს ცხოვრებით იცხოვროთ ვიდრე ახლა. ყველა დონეზე, არა მარტო მატერიალურ დონეზე. შემდეგ, ამ ჩამონათვალიდან ამოირჩიეთ ის არგუმენტები, ის მიზეზები, რომლებიც ფიზიკურად სხეულში პოულობს ყველაზე ძლიერ გამოძახილს, ხო? ამ სიიდან რაღაცა კომპონენტებზე, მიზეზებზე რომ ფიქრობთ, ხო, სხეული პასუხობს ძლიერი პოზიტიური შეგრძნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ეს მიზეზები, ეს არგუმენტები არის თქვენი რეალური მოტივატორები. და შემდეგ შეადგინეთ ამ რეალური მოტივატორების სია. და ცოტა ხანი დაფიქრდით იმაზე, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება, თუ იცხოვრებთ ამ მიზნების, ღირებულებების და საზრისების თანახმად. ესეთი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ძლიერი და ღრმა სავარჯიშო და დავალება გვაქვს დღეისთვის. ვისაც გსურთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონში მიიღოთ მონაწილეობა, რომელიც 18 იანვარს იწყება, შეგიძლიათ მის შესახებ ინფორმაცია ნახოთ ჩემს გვერდზე დამაგრებულ პოსტში, ასევე ამ მარათონის შესახებ ინფორმაციას დავდებ ბმულის სახით კომენტარებში ამ ვიდეოს ქვეშ. მარათონის მიზანი ზოგადად არის ცხოვრების განახლება და ასე ვთქვათ, მკვეთრი ნახტომის გაკეთება უკეთეს პერსპექტივაში. დეტალებს ნახავთ აღწერაში, იმიტომ რომ საკმაოდ დეტალურად მაქვს აღწერილი მთლიანი მარათონის პროგრამა, რომელიც გრძელდება 28 დღის განმავლობაში. გისურვებთ სასიამოვნო პრაქტიკას, კარგ გააზრებებს და მომავალ შეხვედრამდე.